აი ვიპოვე ისეთი ადგილი, სადაც ესე მოყუჭული ადგილი, სადაც ჩემი ნაფიქრალი, ჩვენ ხო წენ ვარ თქვით, რომ თვითმფრინავში რომ ვიყავი, სულ ფიქრები მოხდეს და მინდა რომ მე თქვენ გაგიზიაროთ ყოველი ფიქრები, რომელიც პერიოდულად მოხდეს და მით უმეტეს თემა იყო ასეთი გასტებაიდერები, მაგრამ ამ ლაპარაკში უბრალოდ ატომღა გამომრჩა, რომ ჩვენ როგორ ვიწყეთ ხოლმე, რომ ამაჯობად ბედნიერება და თავარია ვიყოთ უფალთან ახლოს. უფალთან ახლოს რო ხარ, ყველაფერი კარგად იქნება. ამ მოტივით და ამ როგორ ვთქვათ, ნარატივით ყველა პრობლემა გადაიჭრება. დარწმუნებული ვარ, ეს ისტორიამაც გვასწავლა, ბიბლიამაც გვასწავლა, უფალის გვეუბნება და მეტი რა ხნას. ყველაფერს გვეუბნება, როგორ გავაკეთოთ, რა გავაკეთოთ და ჩვენ უბრალოდ ცოტა უნდა მოусმინოთ და მივყვეთ მის გზას. ალბათ შეამჩნიეთ ხო მეგობრებო, ხა ამხელა აეროპორტია და ისეთი სიწყნარია, ყველა ცდილობს რომ ჩუმად ილაპარაკოს. თავიდან იქი დავჯექი, მაგრამ ეხლა მე რომ ვლაპარაკო ვიდეოს გადაღებას რო ვიწყო, უხერხულია რა. და აქეთ ასეთი მოყუჭული ადგილი ვიპოვე და შეამჩნიეთ ისიც რომ როგორც თბილისის აეროპორტში რომ მაწყვეტინე და ლაპარაკს დისპეჩერი მოდით ბილეთზე, წადით ბილეთზე, ტვინი რო იყო წაღებული, აქ აი ამდენ ხანი აქა ვარ და ერთი ხმა არავის არ ამოუღია. იმიტომ რომ არ უნდა შეაწუხო ადამიანი და ალბათ რა ვიცი, ჩვენი აეროპორტის თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს ამას. არ ვიცი, შეიძლება მე ახლა ვიდეოს რო ვიღებდი, იმიტომ შემაწუხა ამან, მაგრამ მე მგონი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ თბილისის აეროპორტში დისპეჩერები. კი, მესმის ახლა თავისთავად მოწესრიგებული თუ არა მოწესრიგებული, ახლა მგზავრი რო არ მიდის, აქვია სარეგისტრაციო ბოლოდ ჩასვლის დროს თავის ადგილას, ბუნებრივად ამაზე უნდა იყოს რაღაც მინიშნება, მაგრამ რატომაც ამხელა აეროპორტში, ამ ნიუ-იორკის აეროპორტში, ნიუ-იორკის მეთქი, მიუნხენის აეროპორტში არ არიკარგება და რაღაცას ახერხება. ნუ ეხლა ბოდიში ხა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ უბრალოდ მე მაინც პარულით მინდა და მინდა რომ კაი სერვიზი იყოს. თქვენ წინა ვიდეოში ნახოთ, რამდენჯერ შემაწყვეტინა ჩემი ნალაპარაკები და იმედი ეხლა მე რომ დავიწყებ ლაპარაკს არავინ არ შემაწყვეტინებს. ერთადერთი საშიშროება გვაქვს პოლიციელებმა, მაგრამ არ მგონია ახლა პოლიცია, რომ შემამოწმონ ეგარი, რომ მაინც იმდენ რაღაცას მოუთმინე და გავუძლიე და ერთი პოლიციელი შემოწმება ვერ უნდა გავიაროთ, უნდა გავიაროთ. ეხლა თვითმფრინავში ვიჯექი და ვფიქრობდი რა მეთქვა. და ცოტა ისე დელიკატურ თემას მინდა შევეხო, რასაც ქვია, ნუ ჩვენ წინა ვიდეოში თქვით, რომ გასტერბაიდერი რაღაცა ფინანსური მიზნისთვის მიდის, რაღაცა რომ ცხოვრება გააუმჯობესოს, ნუ ერთ-ერთი გზა ეგრეთ წოდებული ბედნიერებისაკენ. მაგრამ მე ასეთ რუტინულ და მარტივ კითხვას დავსვავ. ღირს გასტერბაიდერობა? ან უჩემნია? აი ამაზე მინდა ახლა დაიწყოს ლაპარაკი. გაგეცინებათ მეგობრებო და ვიღაცა მგზავრი დაეკარგა და ისრაელში მიფრინავს თვითმფრინავი და ეძებენ იმ გზას მოდი ბოროსა. ეტყობა მაინც ებრაელები და ცოტა არა ქართველები ვით არიან ეტყობა რა. უბრალოდ დიდი ხანი რო არავინ არ ლაპარაკობდა, მეც ამას ვიძახდი და თურმე ეს მიღებული წესი ყოფილა. არ ვიცი, მე უბრალოდ ჩემი აზრით ვთქვი და ვინმე საწყინათ და ცუდად არ მიიღოს აეროპორტის თანამშრომლობა, მაგრამ მართლა შემაწუხეს და იმედი ახლა რომ გავაგზავნებ ჩემ ლაპარაკს, ვიღაცა არ დაიკარგება. თითქოს ისეთი ადგილი ვიპოვე, სიწყნარე და აი ისე და ისე შავები, აი მაინდა-მაინც აქ მოვიდა, იქითკენ კი არ წავიდა, აქ მოვიდა და მაგრამ ლაპარაკოს. რა ვქნათ? დაველოთოთ, წავა და ჩვენ გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი. აქ დამიჯდა. დადი რა იქით კაცო. ცოცხალი თავით არ მიდის და იყოს და მე ვილაპარაკებ და მე მისმინოს, მაინც ხო ვერ გაიგებს. ეხლა ჰომოფობები იტყვია, რომ რა გინდაო, იმისიც არისო ეს ტერიტორიაო და
არა, რა თქმა უნდა, მე რა უნდა ვთქვა, მაგრამ უბრალოდ ალბათ ასეთი მომენტები იმიტომ გვეძლევა, რომ მოთმენითა შენითა მოიპოვეს სული შენი, წავა რა ილაპარაკებს და წავა რა. რაღაცას მაინც გამონახოთ. მოდი გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი. ამაზე გასტერბაიდერობა ღის თუ არ ღის, ამის პასუხი მე, რა თქმა უნდა, მაქვს, ჩემი პირადი პასუხი, მაგრამ სანამ ჩემ პასუხს გავცემ და ჩემ ბონომდე ვიტყვი, აქამდე მინდა ცოტა რაღაცნაირად საუბარი ეტაპობრივად გავყოთ. როგორ ვთქვი, ადამიანი გაჩენილია ბედნიერებისთვის და ყველა სადღაც მუშაობს, ყველა რაღაცას ვაკეთებთ, რომ ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი მომავლისთვის, უბრალოდ შეიქმნა კომფორტი, შეიქმნა კარგი გარემო, გაზარდო შვილები, გაზარდო შვილიშვილები და ეს არის ცხოვრება, ხო? და ბუნებრივია ახლა გინდა, როდესაც არ აქვს შემოსავალი და რაღაცა დაკვირვებები გაქვს. წინა ვიდეოშიც ხო თქვით, რომ ზოგი იძულებულია წავიდეს და ბევრი მიზეზებია, რატომ მიდის ადამიანი გასტერბეიდერად და პირველ რიგში ღის თუ არ ღის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში იტყვიან ადამიანები, რომ რატომაც არ ღის? მე თუ თბილისში სიტყვაზე შავი მუშა ვიღებ დღეში 100 ლარს, წავალ ევროპაში, წავალ ამერიკაში, მივიღებ $100. რა თქმა უნდა, ეხლა სულთა მათემატიკურად და ბუღალტრულად $100 ჯობია 100 ლარს. იგივეა თუ მაგალითად ტრაილერზე მომუშავე ადამიანი, რომელიც მუშაობს საქართველოში, ის თუ იღებს სიტყვაზე თვეში $3000, ისა $3000 ლარს, იგივე სამსახური რო გააკეთოს ამერიკაში, არა $3000 ლარს, არამედ მიიღებს რაღაც დოლარებში 10000 და ლარები 8000, 10000 და ღის, რა თქმა უნდა, ღის, სულთა მათემატიკურად. მაგრამ იმის უკან რა ხდება, ეს არის მთელი ფილოსოფია. კი, გასაგებია, ადამიანი მიდის ამუშაოთ ისევ ოჯახისთვის, ისევ მომავლისთვის, მაგრამ რის ფასად და რის ღირებულად, ესე იგი, მეუღლესთან დაშორების, ამხანაგთან დაშორების, მეგობრებთან დაშორების და რამდენ რაღაცას ითმენ და ისევ ითმენ მომავლისათვის. და რა ვიცი, გმირი ქალები ჩვენი, მით უმეტეს ჩვენი მიმდინარე, ჩვენი ფაქტიურად ჩვენი საქართველოს ეკონომიკა ბიუჯეტი ხო ამ ქალებზე და ამ ემიგრანტებზეა დამყარებული. ემიგრანტებს არ ვიძახი. მე როგორ ვთქვით, გასტერბაიდერებზეა დამყარებული და მოდი პირდაპირ თქვათ, საქართველოს ეკონომიკა არ არის ისეთი, რომ თავის საქმეს მიხედოს და პირველი შემოსავალი არის წასული ხალხის, ანუ გასტერბაიდერების ნამუშევარი ფული, რომელიც იგზავნება საქართველოში, ამაზე ცხოვრობს ჩვენი სახელმწიფო. რა ვიცი, მე თუ ვცდები და არა ვარ მართალი, შეიძლება ვინმე მითხრას და დაასაბუთოს, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩვენი ბიუჯეტი, ბონი პირველი შემოსავალი არის გასტერბაიდერებიდან ნამუშევარი ფულიდან შემოსული ფული შედის ბიუჯეტში. ეხლა მე მთავრობა შევეხე, ამაზეც ალბათ ჩვენ ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ. ბევრი საფიქრელი გვექნება და მთავრობა როგორ იყენებს ამ ფულს და როგორ იყენებს და რას აკეთებს, ეს სხვა თემა, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ეს მომავლისთვის გადავდო და ესე იგი მათემატიკურად ღირს, რა თქმა უნდა, $200 ჯობია 200 ლარს. მაგრამ ისი გახსენება მინდა, იცით? მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ წასული ხარ და შორდები, ბავშვები არიზდებიან და ერთი მაგალითი მინდა მოვიხსენო, ალბათ თქვენ ცხოვრებაში გქონიათ, ყოფილა ხო შემთხვევები, რომ მდიდარი ადამიანების შვილები ან ნარკომანი გამხდარა, ვთქვათ, წარმატებული ადამიანის შემოსავალიც აქვს, ისიც აქვს და შვილს არ უყვარს ეს წარმატებული მამა. და ამ დროს ხედავ, მამა ლოთია, ისეთი ადამიანი არის, რომ შემოსავალი მოაქვს, წყალობს, კაპის ძლივს აგროვებს და ესეთი წარუმატებელი ადამიანის შვილი
უფრო წარმატებულები არიან და არა მარტო წარმატებული, არამედ თავისი мама უყვარს უმაღლეს დონეზე. წარმატებული ადამიანების ალბათ გაგონილი გაგდა მე ხშირად შემხედრია ეს ვარიანტები და მაგაზეც ვილაპარაკებთ, რომ წარმატებულ მშობლებს უკვირთ რატო, განსაკუთრებით მამებს, რატომ არ უყვართ მათ შვილებს. ცოტა შეიძლება მკაცრად ლაპარაკობ, მაგრამ ეს ტენდენცია არის და იმ დღესაც უყურებდი რა, აი ხშირად მე მიყვარს ხომ მოხუცებთან ლაპარაკი და არ მინდა ეხლა დავკონკრეტებ და ძალიან წარმატებული ადამიანია, დიდი ფული, დიდი სახლიც, ყველაფერი, მაგრამ შვილებმა თუ დაურეკეს თვეში ერთხელ და 3 თვეში ერთხელ, მისთვის ეს არის ბედნიერება და მე ვიჯექი ამ მოხუცთან და ვეუბნებოდი, თვითონ მითხრა, თორემ მე ახლა ხედავ, რომ რა არის, აი თვითონ მე ვერ გაიგო, რატო ხდებოდაო, მე ხომ მაგათ გულისთვის წვალობდიო, მაგათ გულისთვის ვაკეთებდი ყველაფერსო და თუ იმას არ ვიმსახურებო, რაცო ჩემს იბერეს და მე ხო ბევრი არ დამჩენია, ცოტა დამჩენია და ცოტა სიყვარული მომცენო და აი ამაზე ჩივოდა ეს კაცი და აი აქედან გამომდინარე მეც დავიწყე ამაზე ფიქრი. ამერიკის თვითნავი ჩამოფრინდა და ესე საიდან მოვიდნენ ეს ამერიკის ხალხია და ჩვენ ჯერ ადრე. ვიმე პოლიცია მოდის, იმედია ჩემთან არ მოვლენ. გავაგზავნო ჩვენი საქმე. ხო და აი ეს მე გადავხედე ხა ცხოვრებაში და შვილები აი წეღანას თქვი რომ ლოთი, უსაქმური ის და იმას უფრო უულია და იმ შვილებთან უფრო მეტი ყურადღებას უთმობა შვილები იმ კაცს რომელმაც თავის დროზე ყურადღებას არ აქცევდა. ეხლა უყურეთ რა ხდება. აი მე ჩემებურად ვამბობ და მე თქვენც მითხარით. აქ არის უბრალოდ ძალიან მარტივად, აი შეიძლება მე მარტივად ვამბობ ამას ყველაფერს, მაგრამ ესე იგი გატარებული დრო. ეხლა ასეთი გადაცემა იყო, ესე იგი ძალიან წარმატებული ადამიანი გარდაიცვალა, დიდი პატივით გაგძალეს ხალხი, სიტყვები იყო რაღაც სასწაული, რომ ამან ამდენი რაღაცა გააკეთა, იმდენი რაღაცა გააკეთა და შვილი გამოვიდა. და კიო, მე უკვე სუფრა რო გაიშალა და კიო, მამაჩემის დამსახურება ძალიან მაგარია არის, ყველაფერი მაგარია, მაგრამ მე ის мама უფრო მიყვარდაო 10 წლის რო ვიყავი, 15 წლის რო ვიყავი და მამაჩემ გვერდზე იყო. თავიდან ხალხმა ვერ გაიგო, პატარა სუფრა იყო, ძალიან ვიწრო და მე უცბად გავიგე ეს მომენტი და ამის თქმა მინდა. ესე იგი, როგორ ახსნა ამაიცით, ის პატარა რო იყო 15 წლამდე, მაშინ მამამისი წარმატებული არ იყო და სულ ტრიალებდა ბაღში მიყავდა, სკოლაში მიყავდა, სადღაც მიყავდა და ბავშვთან ერთად იყო რა და ერთად წვიტავდნენ მიმდინარე პროცესებს, ხო იცი, ბავშვი და მამა შორის როგორი ურთიერთობა მიდის და მე ეს კაცი რაღაც გარკვეული პერიოდი რამდენი ბავშვი გარკვეული პერიოდი ბიზნესი დაკავდა და ამ ბიზნეს მიქონდა ძალიან დიდი დრო და ეს კაცი კვირაობით არ მოდიოდა სახში. თუ მოვიდოდა, შემოვარდებოდა, შემოვარდებოდა, კი, წარმატებული იყო. ძალიან კმაყოფილი იყო, კაცთან პოლიციელებს რა უნდა ჩემთან ხონა. ეს პოლიცია გული მიგზნობს, რომ ეს პოლიციელები ჩემთან მოვლენ. მოდი მეგობრებო, ჩვენებურად გავაკეთოთ ის ვიქტორინა. ეს პოლიციელები ჩემთან მოვლენ, თუ არ მოვლენ. ვინც სწორ პასუხს გასცემს, ის მიიღებს აქვია იმას. Six, როგორც ვიქტორინა გავათამაშეთ. დასეენობენ იქიდან, თუ მოვლენ, თუ არა და ვიქტორინა ძალაში. ასე ვამბობდი, ესე იგი ყურადღებას არ აქცევ, კი, დიდი, მაგრამ აი ის мама უყვარდა, რაც მამასთან ერთად იყო. აი, რისი თქმა მინდა, რომ აი დრო, რომელიც იკარქება, ამას უნდა ძალიან მაგარი გაფრთხილება, მაგრამ ეხლა ადამიანი რომ მიდის გასტებაედერია, მიდის რაღაც მიზნის დასასახავად, უნდა ფული მოიტანო, ძალიან მაგარი საქმეა, მაგრამ ძალიან ბევრი ეს რაღაცა იკარქება. გახსოვთ ალბათ მეც ხშირად მაქვს ეს ნათქვამი, რომ აი მოხუცები უკვე წარმატებული მოხუცები, რომლებიც ღრმა მოხუცებულებაში იყვნენ და ერთი კითხვა დაუშვეს, ხო? ყველაზე მეტად რას ნანობთო და ყველამ ერთი და იგივე უთხრა ნანობთო იმ დაკარგულ დროს, რომელიც უნდა მიგვექცია ყურადღება ბავშვებისთვის, ახლობლებისთვის, ნათესავებისთვის
და თქვენ ხო წარმატებული ხართ, თქვენ ხო ამდენ რაღაცას მიაღწიეთ და ციან თავით აიქნია. არა, ის მაიცო ეს არაფერი ეს წარმავალიაო და ისო მაინც დარჩება. აი მეგობრებო, აი მასეც არ არის, უყურეთ ჩვენ ცხოვრებაში ხა გადავხედოთ ჩვენ ამბავს ყარს. აი რო ვიხსენებთ ხოლმე, სულ ვიხსენებთ ბავშვობის პერიოდს, კლასელობის პერიოდს, სტუდენტობის პერიოდს და ძირითადად ეზოში გატარებულ პერიოდს და ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აი ბავშვობის მეგობარი, ახალგაზრდობის მეგობარი, თქმა ჩვენ მეგობრებს ვიძენთ, თქვა სტუდენტობის შემდეგ ან საქმიანობაში, ან იმაში, ან ამაში, მაგრამ ყოველთვის ხას უსვამთ იმ ბავშვობაში გატარებულ დროს, ეზოში გატარებულ დროს. ნუ თავისთავად ეხლა ბავშვობა ისეთი ანგელოზური დრო არის, რომ მაგას წყალი არ გავა, მაგრამ მანდ უფრო სულ სხვა არის. გატარებულ დროს უფრო იხსენებენ და ეს უფრო მოსწონთ, ვიდრე როგორ გითხრათ რა, აი დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ესე იგი დიდი მნიშვნელობა რამდენ დროს გაატარებ ადამიანთან. მივედით აი ამ დრო, რომელსაც თქვათ გასტებაიდერების ან წასვლის დროს ეს დრო შენ არ ყოფნის. ფაქტობრივად ეს დროის დეფიციტია. ეხლა წარმატებული ადამიანი ხარ, შენ საქმეში ხარ, რა თქმა უნდა, ეხლა სიტყვაზე ეხლა ავიღოთ საქართველოში ხარ, ხო? და არ დატოვე ქვეყანა. და დარჩი და იმ პატარა ხელფასზე ხარ, მაგრამ წარმატებული ხარ და დაგსაქმებული ხარ და ისიც ოჯახთან არ აგაკ დრო. ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან და ასე შემდეგ. ფაქტობრივად იგივე გამოდის, მის გულისთვის სულ დაკავებული ხარ, მთელი ენერგია და ძალა ამ საქმეზე გადასულ და ყურადღებას ვერ აქცევ. ეხლა ფაქტობრივად თითქოს ერთი და იგივეა, ხო? ეხლა თუ შენ წახვედი გასტერბაიდერი ხარ და ნუ მიზეზი გაქვს, არა ხარ ფიზიკურად, მაგრამ შეიძლება საქართველოშიც ხარ და დაკავებული ხარ და ისე დრო არა გაქვს შვილებისთვის და იმეებისთვის. ეხლა ვინც საქართველოს იმას მაინც აქვს უპირატესობა, იმიტომ რომ ეხლა სანამ გასტერბაიდერი ხარ, სანამ ბილეთს აიღებ, სანამ წამოხვალ, სანამ ისა, მაგრამ ამით ამართლებ, მაგრამ საერთო ჯამში ორივე ერთი და იგივე პრობლემას ეჯახება. მე ხშირად ვხვდები ხოლმე ბიზნესმენებს ჩემი საქმიდან გამომდინარე წარმატებულებს და აი წარმოვიდგინეთ უკვე მე რა ჯერ ახალგაზრდა კაცი ვარ ხო მაინც მაგრამ ჩემ ხელები უკვე ნანობენ და უკვე გული წყდებათ რომ ის ყურადღება და ის არ მიაქციეს თავის ახლობლებს და თავის იმეებს და უნდა უკვე შეავსწრონ ზოგი ახერხებს ამას ზოგი ვერ ახერხებს იმ თაკარქულ დროს მაგრამ ნუ ჩვენ როგორ ვამბობთ იმას რაც არის იმას ვამბობთ რომ წასული ადამიანის პრობლემა ეს არის დრო რომელიც არ მიეპყრობა თავის ახლობლებს და თავის შვილებს და ასე შემდეგ. ზოგი ალბათ მეტყვის აბარ აუქნათ გვიჭის იძულებული ვარ წავიდე. მე კი არ ვიძახი ასე და ესე მე ვამბობ იმას რაც არის, მაგრამ სამწუხაროდ აი ხშირად აი ამერიკაში რო ხშირად დავდივარ აი მინახია ჩვენ ადრეცა გვაქვს ამაზე ნალაპარაკები რომ აი ქალბატონები ძირითადად აი შვილი განათლება მისცეს, ვინა უყიდეს, ცოლი მოაყვანიეს, მანქანები და 20-25 წელი აქ არიან და მერე შვილიშვილები უჩნდება და ფიქრობენ რომ მოდი ახლა მე დავბრუნდები სახლში და გავიხარებ ჩემ შვილებთან და შვილიშვილებთან და ой საოცრება მე კერძოდ პირადად ვიცი, ერთი რამდენიმე ადამიანი სამწუხაროდ ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ 20-25 წელი გასულები იყვნენ ქვეყნიდან და იმის იმედით რომ დაბრუნდებოდა და სითბოში და სიყვარულში იქნებოდა ჩადიოდნენ კერძოდ საქართველოში, სოფელში თუ ქალაქში და რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ 1-2 წლის შემდეგ ისევ ბრუნდებოდნენ და ისევ აგრძელებდნენ მუშაობას. რატომ? იმათ ეგონათ რომ დახდებოდათ სითბო, სიყვარული, რაღაც კომფორტი და არა. გამოდიხარ რომ აი პიტაპირ ვიტყვი საწყინათ არ ვამბობ, გამოდიხარ ფულის მკეთებელ აპარატად და რამხელა ტკივილია და მე ამ ადამიანის თვალებში ჩამიხედია და აი რა გინდა რომ ქნა, ვერაფერსაც ვერ ეტყვი, მაგრამ წარმოიდგინეთ 20-25 წელი მუშაობდნენ სხვა ქვეყანაში, სხვა სამყაროში და იმის იმედით რომ აწყობილ სახლში ცოლ-შვილიან შვილებთან, შვილიშვილებთან მიდის და ძნობს რომ ის არავის არ ჭირდება და მოდიან ისევ უკან. ეხლა ზოგი მეტყვის ალბათ, აბა შენ რას დადიხარ? კი, მეც დავდივარ. აქ ეხლა როგორი მომენტია, იცი?
ну მე თქვენ ეხლა მე კი არ მე უბრალოდ ვაჩვენებ იმას რომ მე რასაც ვაკეთებ ეს რაღაცნაირად გააზრებული მქონდა და მე თუ მივდივარ სამ თვეზე მეც არ მივდივარ ეხლა აქ სხვა საკითხია შეიძლება ამის გაკეთებას თუ არ შეიძლება და ზოგჯერ ეს სამი თვეც ძალიან ისეთი ხო წელიწადში სამი თვე ფაქტობრივად 6 თვე მაინც გასული ხარ ეხლა ახალგაზრდა რო ხარ კიდო იქ რაღაც საინტერესო რაღაცებს ნახულობ მოგზაურობ რაღაცები რაღაც აზარცი ხარ მაგრამ საბოლოო ჯამში აი წასვლაც ცოტა ცუდია თუ კარგი ეხლა არ ვიცი მაგაზე მე ჯერ მამას არ ვიტყვი ну ასე ვაკეთებ და მე რო ვიცი რომ რაღაც ვალში ეს სევდა მომაწვება მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად აი სამ თვეზე მეც არ მივდივარ და მოვდივარ და ну სარგებლობ ამ მომენტი და ან ჩემ მეუღლე მომყავს ან ჩემ ბავშვებთან მოვდივარ და სულ ვცდილობ რომ აი ეს დრო ძალიან გრძელი არ იყოს თუმცა ძალიან კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი ადგილზე ყოფილიყო და სამშობლოს არ მოუშორებულიყავი მაგრამ ეკონომიური და სოციალური და პოლიტიკური სიტუაცია ისეთია, ვისაც ახლა 100 კაციდან 80 მაგას მეტყვის, რომ შენ იძულებული ხარ, იმიტომ მიდიხარ, მაგრამ იმ იძულებაშიც რაღაცა კარგი უნდა ნახო, რასაც მე ასე თუ ისე ვცდილობ. მე ჩემი მხრიდან ახლა ყველა თავის გზას აკეთებს და მე ჩემი ბრურად ამას ვაკეთებ, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ამას მე ბოლოს ვიტყვი ჩემ ას. ჯერ მეგობრებო მე ხო ვიხილავ ხოლმე რაღაც ლიტერატურულ თემებს და ასეთი კუპრინს აქვს ასეთი მოთხრობა ჩემი ძველი ვიდეოებიდან თუ გახსოვს მე ვყვებოდი ასეთი კაცი იყო ჩილავეკ ის ფრანცისკო ესე იგი სან ფრანცისკოდან ესე იგი მთელი ცხოვრება მუშაობდა იმაზე რომ რაღაცა გეგმა ქონდა რომ აი გავხდები 45 წლის და ფულს ვიშოვით და მერე დავიწყებ ცხოვრებასო და მართლაც სულ დღე და ღამე მუშაობს და წარმატებული ხდება, წარმატებული ახლა ზოგადად რაღაცა ფაბრიკა, ბევრი ადამიანები დაასაქმა, მილიონერია, მდიდარია და ცოლშვილის იმის დრო არ ყოფნის, მაგრამ რაღაც 45 წლის რო ხდება, მოკიდა თავის ცოლშვილის ხელი და წაიყვანა იმაში, ვენეციაში. ხო, ვენეცია ქვია მოთხრობას. და უყურე იმედით რომ ეხლა მე ვიცხოვრებ და კაი შთაბეჭდილებას დაუტოვებ ჩემ ცოლშვილს და მაგათ გავახარებ, გავაბედნიერებ. ეს გემი მოდის ვენეციაში და როგორც კი ფეხს გადადგავს, რა ვიცი, გული თუ რაღაცა დაარტყავს და ეს ადამიანი კვდება და ისმის კითხვა, რა არის ეს? ეხლა ამ შემთხვევაში ეს კაცი გასტებაედერი არ იყო, მაგრამ ისევ იქითკენ მიმყავს საქმე, რომ დრო, რომელიც იყავდა თავის ცოლშვილი თავისი, მაგრამ დროს არ უთმობდა და ვითომ მეგონა რომ იმ დროზე მივა და ამასობაში ის თავის ცხოვრებას დამთავრდა და რა არაფერი. და ისე ზოგიერთი მკითხავს, აბა რა არის გამოსავალი, მეც ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, მეც ხო შემიძლია არ წავიდე, მაგრამ რატომ მიდიხარ? ну შეიძლება რაღაც ინერციით მიდივარ, თორემ მე ჩემშიც მიდის ეს ბრძოლა, მაგრამ მე მაქსიმალურად ვცდილობ ეს დრო ძალიან შევამცირო, მაგრამ საერთო ჯამში მაინც არ ვიცი, აი ვერ გეტყვით რა, ეს დელიკატური თემა ალბათ ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს და თვითონ უნდა მოიფიქროს. აი ყოფილა შემთხვევები, ვისაც გაუაზრებია ეს ყველაფერი და რამდენიმე თქვა ზოგს green card-ა მოუგია, ზოგს წასვლა და უთქვიათ რომ კი ფასი აკარგია, იქ ფული იშოვება, ის, მაგრამ მე არ მიღის და რო გიკითხია რა გიღის, რა არ გიღის, არა, მე არ მიღის და ბრუნდება სამშობლოში. ეხლა რატო ვამბობ, იცით, აი კიდო როგორი მაგალითია, იცით, ეხლა გასტებაედერი იმის მაგალითად რომ თავის ქვეყანაში განვითარდეს, ისწავლოს და ის ყველა სიკეთეები და მთელი სიჭკვიანი კარგი აზრები თავის სამშობლოში განახორციელოს, ვერ ახორციელებს და მიდის. და რომ მიდის, მის ადგილას უკვე მოდის სხვა. სამწუხაროდ ეს სხვა არის სხვა ეთნოსის და სხვა ერის წარმომადგენელი და დღევანდელ დღეს რაც ჩვენ ყოველი ნებისმიერი ქართველი და რასაც ჩვენ ვფიქრობ არაბიზაციას და ასე და ამის დამაგვარს რო ვიძახი, იმ ადგილობრივის ადგილს იკავებს ინდუსი, ბანგლადეშელი, აფრიკელი და ასე შემდეგ. იმ ინდუსისთვის და იმ ბანგლადეშელისთვის რა საქართველოს ამოთხია
მოგეხსენებათ ისეთი ადგილებია, ტუალეტები და რავი, ქუჩაში და ჭუჭხში არიან და მაგრამ ისიც თავისებურად გასტერბაიდერია, უბრალოდ ამერიკაში და ევროპაში ვერ მიდის, უბრალოდ მოდის ჩვენაერ ქვეყანაში და ბედნიერია. აი, ცოტა შეიძლება შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მე ინდუსტრიები მყავს ნანახი, რომ ტუალეტი პირველად ნახეს და საზოგადოება კი ეხლა განვითარდა ინდიოეთი დიდი ქვეყანა, მაგრამ იმ ნაგავში და იმაში ცხოვრობენ და მე მithქვია შენ დარჩები აქ საქართველოში მეთქი და არა კი ვითვა არა მე მაინც ის მირჩევნიაო და რატომ მეთქი იქ ხო ნაგავი და ის არის და არა იქ კარგია აქ მე სამუშაოდ ვარ მოსულია მაგრამ მომავლისთვისო იქ წავალ ეხლა არ ვიცი ჩვენ გასტერბაიდერები დაემართება ამ ინდუსტრიებს და ბანგლადეშელებს მაგრამ აი ეს დრო ეხლა იმას თავისი ჭუჭყიანი და ანტისანიტარიაში გატარებული ბავშვობა და ურთიერთობა ურჩენია ვიდრე ამას, მაგრამ ისე და ისე საითკენ მიმყავს საუბარი, რომ ეს დრო აი იმ დროს უფრთხიდებიან დედასთან, მამასთან, მეგობრებთან რა გატარებული და იმასაც არ აქცევენ ჭუჭხი იქნება, იმაში იქნება, ამაში იქნება, მაგრამ ამას ყველაფერს დროის მიხედვით საზრავენ 2 წელი, 3 წელი და ასე შემდეგ. ჩვენც მასე არა ვართ 2 წელი, 3 წელი მივდივართ, მაგრამ სამწუხაროდ 2-3 წელი გრძელდება 10, 15, 20 წელი და მე ეს 20 წლის შემდეგ რა შედეგით თავდება, წეღანაც რო გითხარით, იმ ქალბატონობის შედეგით, აი შვილიშვილებთან გავიხარებ მეთქი და მაგას რო ვერ ღებულობენ, მე მტყუებენ და მიდიან და ისე ვაგრძელებენ იმ ძვერებულ ცხოვრებას და ამასობაში მე მოდის სიკვდილი. ალბათ ზოგიერთი მეტყვის კაკო რა შავი ფერები დაგვიხატე ეს ყველაფერი, მაგრამ მე არ დამიხატია, მე მგონი რეალობას ვამბობ. ჩვენ მიმართულებას მივყევით, ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რაც არის, თორე ცუდია თუ კარგი, ღირს თუ არ ღირს, ეს უკვე მაყურებელმა და ადამიანებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ. და ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ ჩვენ არ ვამბობთ ცუდია თუ კარგი, უბრალოდ ჩვენ ვამბობთ და ვაჩვენებთ და ლაპარაკობთ იმას, რაც არის. რა თქმა უნდა, ჩვენი გემოვნება გვაქვს, მაგრამ ჩვენ უფლება არ გვაქვს მივუთითოთ შენიშვნა მივიცეთ, უბრალოდ ჩვენ უფლება გვაქვს ვაჩვენებთ და თანაჩინი ყო თვითონ უნდა გადაწყვიტოს თვითონ, იმიტომ რომ თვითონ უფალი წყვიტავს. ისა უფალი გვასწავლის, რომ ყოველთვის ადამიანს უნდა კონდეს თავისუფალი ნება და ეხა მე დაუწყო ეს ცუდი, ეს კარგია, არა ისე გააკეთე როგორც მე მინდა, ეს არ იქნება მართალი. არც ღმერთის წინაშე, არც ჩემი შინაგანი ბუნის წინაშე და რაც თავარია ადამიანის წინაშე ეხლა შენ რო შენიშვნას აძლევ, შენ რა უფლება გაქვს შენიშვნას აძლევ, შენ უნდა უთხრა რომ იცი მე ასე ვფიქრობ და აჩვენო და შენიშვნა ასე არ გააკეთო, ისე არ გააკეთო, ვინახარ შენ და ჩვენ იმ ძირითად იმას ხო ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი. მძიმეა, არა მძიმეა, ასე უნდა, ისე უნდა, ეს ყველა თვითონ ირჩევს თავის გზას. ეხლა მეორე მხრივ კარგია ის, რომ თანამედროვე საშუალებებმა, ტექნიკამ და ამ ონლაინმა და ინტერნეტმა იმის საშუალება მოგვცა ადამიანებს, რომ და მესენჯერით ერთმანეთს შევხედოთ და ველაპარაკოთ. რა თქმა უნდა, ეს შეღავათი არის, როგორ არ არის შეღავათი, მაგრამ ჩვენც ბევრჯერ გვილაპარაკია და საერთოდ მეცნიერები და მასწავლებლები ეს ონლაინ კავშირები და ეს ტექნიკაც კი ცალკე თავისებური დაყოლებებია. მაინც თითქოს ხედავ, არ ხედავ, მაგრამ ჩვენ ხშირად ვამოხმარებთ ქიმია, ცოცხალი ურთიერთობა და ცოცხალი კავშირი სულ სხვა არის. და რისკენ მიყვავს, რომ აი ცოცხალი კავშირი იკარქება და ფაქტობრივად ამ ვიდეო როგორში კი არა მთელი კაცობრიობა მაგას ფიქრობს, მაგრამ იმდენად მიდის ეს პროგრესი, რომ ისეთი წარმოდგენა გვაქვს, რომ შეუძლებელია შეჩერება. ვერ გეტყვით, არ ვიცი, იმდენი ინფორმაციაც არ ამაქვს და წინათ გზნობაც ეს შეჩერდება თუ არ შეჩერდება, მაგრამ ყოველთვის მოგეხსენებათ, ჩემი პასუხებს მე ყოველთვის ვეძებ წმინდა წერილში, ბიბლიაში ეს სიტუაციაც აღწერილია, თავისებური პასუხებია, ისიც ასე, როგორ იქნება კაცობრიობას რა ელოდება, ადამიანებს რა ელოდება, მაგრამ ის ხაზი, რომ ღმერთი ყოველთვის გვაძლევს თავისუფალ ნებას და იმ არჩევაში ადამიანი თუ დაფიქდა ყოველთვის იპოვის გამოსავალს, ისე თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, თუ ადამიანი დაფიქდა და გაანალიზა, კაი გზას ყოველთვის გამონახავს. კარგ გზას, რაც გულისხმობს კარგ გზას,
რომ ადამიანი აშფოთებული და აი შეწუხებული არ იყოს, რომ სამწუხაროდ ჩვენ მოხუცებს და ძალიან ბევრ მოხუცებს ალბათ მე ნახავ ვილაპარაკებ, აი ხო ამერიკაში ხო მივდივარ, მე შევხვდები ალბათ მილიონი წარმატებული ადამიანებს და გულახდილავს ვალაპარაკებ და აი ეს მოხუცები რომ შეწუხებულები არიან და თავის ცხოვრებას რომ გადაავლებენ და იმაზე ზრუნავენ, რომ ზრუნავენ კი არა, რომ აი სინანულით რომ ლაპარაკობენ, აი სინანული რო არ გქონდეს. ჩემი ბოლო პასუხი ალბათ ელოდება მე რას ვფიქრობ. ცოტა უხერხულია გულათილად გეტყვი, მეც ცოტა კაი დაბნეული ვარ, მაგრამ თქვენ ხვდებით, რომ ჩემი გასტერბაიდერობა ალბათ ახლა 2-3 წელი გაგრძელდეს, იმიტომ რომ მეც ვფიქრობ მომავალზე, რომ რაღაცნაირად არ გამიტყდეს, არ სევდა არ მომაწვეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ბევრი მეტყვის და შენი საქმე გააკეთე და ეხლა მოდიხარ ამაზე? არ ვიცი. ჩემი ცხოვრება ასე მოხდა და მეც ვთვლობ, რომ ის ჩემ ახლობლებს, მეგობრებს, ნათლულებს ყურადღება რაც დავაკელი, ის რამენაერად ამოვავსო. და იმედია ღმერთი მომცეს მაგის ძალას და დროს მოვახერხე, მაგრამ გააზრებული მაქვს. რა იქნება, როგორ იქნება? რა ვიცი, მე გამოვიყენე. მე მეორე უპირატესობაც მაქვს, მეგობრებო, აი თუნდაც უპირატესობაც არ არის ყველა შეუძლია ეს გამოიყენო. ახლა მე თქვენ ვიდეო თვალით, ამ ვიდეოებით გიკავშირდებით, რაღაც კავშირებში ვარ, მაგრამ მაინც ცოცხალი ურთიერთობა სულ სხვა არის. რას იზარ? ეს არის ალბათ ჩვენი ბედი არა, ბედ ცოტა ძალიან უხეშად ვამბობ, ეს არის ჩვენი ცხოვრება და რა ვიცი, კითხვას დავსვავ და თქვენ კომენტარების სახით ან რეპლიკების სახით რას ფიქრობთ? ღირს გასტერბაიდერობა თუ არ ღირს? ყველას გექნებათ ეს თქვენი ისტორია, თქვენი ამბები, დიანი, წარმატებული, კარგი, ცუდი და საერთო ჯამში ყველას გექნება თქვენი აზრი ჩამოყალიბებული. შეიძლება ახალგაზრდა ასაკში ვერ ახერხებ ამას, მაინც ის ენერგია და ეს სხვა არის, თან ცხოვრება წინ გაქვს, მაგრამ 40, 45, 50 წელს გადაცილებული ადამიანებს, რაც უკვე თავისებური ცხოვრებისეული გამოცდილება დაგროვილი, დარწმუნებულია თავისი აზრი ექნება. კარგით, კითხვას გისვათ და შეძლებთ გაგვარად გვიპასუხეთ, ღირს გასტერბაიდერობა თუ არ ღირს? ღირს ქვეყნის გარეთ წასვლა და იქ ნაშოვნი ფულით აწამოეხვიდე და ღირს ის დაკარგული დრო იმ მიზნისკენ მისაღწევად რო გეკარქება და რაღაც იფანტება და ის ფული წამოიღო, თუ წამოიღო ხო კარგი, მაგრამ თუ არ წამოიღო ეს თავისებურად ტრაგედია, მაგრამ ის რო წამოიღო კარგად დამთავრდება, ცუდად დამთავრდება, კარგია თუ ცუდია, ღირს თუ არ ღირს, აი ესე ვიტყვი ამ სიტყვას. კარგით, აბა მეგობრებო, ეხლა თქვენ არ გეგონოთ, რომ მე თქვენ დაგრუზეთ ან დაგტვირთეთ, უბრალოდ ერთ-ერთი ფიქრი გაგიზიარეთ და მოხარული ვიქნები თუ დისკუსიაში შემოხვალ და ასე განვაცოთ ჩვენი ამბები. ჩვენ კიდე შევხვდეთ შემდეგ ვიდეოებში. ნახოთ შარლოტა და ამერიკაში ძალიან დიდი თოვლი მოსვლა და რა იქნება იქ. მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ მივძებთ უფლის გზას. უფალი იყო ჩვენთან, ჩვენი ვიყოთ უფალთან და ყველაფერი კარგად იქნება. გემშვიდობებით მომავალ ვიდეოებამდე.